მილა, როგორ მიდის სამზადისი ჰელოუინისთვის? კლოუნის კოსტუმს ჩაიცმევ? არ ვიცი, ჯერ კიდევ ვფიქრობ. მოიცა, რა საჭიროა ამდენი ფიქრი? კლოუნობა მოგიხდება. შენ შენიურად მოგიხდება კლოუნობა. არა, მადლობა. ჩემთვის უკეთეს კოსტუმს ვიყიდე. და შენ ფული გააქვს? ამელია. ვინმე ძახდა? მე, მისმინე ამელკა. შენ ხომ უკვე გააქვს ჰელოუინის კოსტუმი? რა თქმა უნდა, მე ჰოგვარტსის მოსწავლე ვიქნები. გაგიმართლა. აიმე არ მაქვს კოსტუმი. მაშინ შენი ხელით გააკეთე. ჩემით გავაკეთო? არა მგონია გამომივიდეს. იქნებ $100 მასეს ხო და კოსტუმს ვიყიდი. კარგი, ახლავე. აიღე. მეც ვჭირდება კოსტუმი. შეგიძლია მეც მომცე $100? შენ ხომ შენითაც შეგიძლია კოსტუმი შეიკერო? არა, ეგრე არ გამოვა. მეც მინდა კარგი კოსტუმის ყიდვა. მოდით, ჩელენჯი მოვაწყოთ. ღარიბი მდიდრის წინააღმდეგ. ერთი თქვენგან იყიდის კოსტუმს $100-ად, ხოლო მეორე კი ერთად. კარგი. მაშინ მილას შევხვდეს $1. მოიცადეთ. მაგას პატარა ჩელენჯით გავარკვევთ. საინტერესოა. მოდი დავიწყოთ. და ამით რა ვქნათ? თქვენი დავალება ფორტოხიდან წვენი გამოწუროთ. ვინც უფრო მეც გამოწურავს, ის მიიღებს $100. 33 გაქვთ. მზად ხარ? მზად ვართ. 1, 2, 3. ღმერთო ჩემო. მიდი. წვეთები მხდება. მილა, ისე ყვინი თითქოს ჰალკი იყო. გონი მილა იგებს. დრო გავიდა. შედეგების შესადარებლად წვენები ერთნაირ ჩიქებში ჩავასხათ. ნახოთ, ვინ გაიმარჯვა. კარგი. გაიმარჯვა ლეონამ. ახლა ლეონა იქნება მდიდარი. მილა კი ღარიბი. კარგი. დაგიმტკიცებთ, რომ ჩემითაც შემიძლია არც ისე ცუდი კოსტუმის გაკეთება. გაგისთულებ დავალებას. მინდა რომ ორივე ეგვიპტურ სტილში გამოეწყოთ. კარგი. მარტივია. ამ ფულით შემიძლია ნებისმიერი კოსტუმი ვიყიდო ინტერნეტში და მე მხოლოდ $1 მაქვს. რთულია. საჭიროა ბოლომდე გამოვიყენო. კარგად დაფიქრდი. ვის შეიძლება შეხვდე ეგვიპტეში? მე კლეოპატრა ვიქნებოდი, მაგრამ ეგრეთ კოსტუმს ვერ გავაკეთებ. ურთულესი იქნება. გეცადა მაინც. სანამ თქვენ აქ საუბრობდით, მე უკვე ჩემთვის კოსტუმი ვიპოვე. ასე სწრაფად? კი, იდეალურია. ვერც კი აჯობებ მას. $1-ით ნამდვილად არა. ვაიმე, საჭიროა სასწრაფოდ შევიკერო კაბა. როგორი ქსოვილის გამოყენებას აპირებ? ეს იდეალურად წავა. კარგი კაბა გამოვა. რაიმე ასეთი მჭირდება. არც კი იოცნებო. არ მინდა მშობლები რომ გაბრაზდნენ. აბა რა ვქნა? $1-ით კარგი კოსტუმის შექმნა არ არის მარტივი. უშამართლობაა. შენ $1 გაქვს. შეგიძლია ამით რაღაც იყიდო. დახარჯე. სერიოზულად? ეს მხოლოდ პატარა ქსოვილისთვის იქნება საკმარისი და პარიკი, აქსესუარები არ გამოვა. შენ დათანხმდი ამ ჩელენჯზე. ამიტომ ახლა რამე მოიფიქრე. ეს ჩემთვისაა, კურიერი მოვიდა. სხვათა შორის მხოლოდ $50 დავხარჯე. დანარჩენს კი ჩემთვის დავიტოვებ. კარგი, რაღაც მოვიფიქრე. სად მიდიხარ? აფთიაქში წავალ უცებ. მაგარია, არა? ლამაზი კოსტუმია. ღარიბი სად არის? უკვე დანებდა? ასეთი კოსტუმი რომ აქვს, ვერაფრით ვერ მომიგებს. აფთიაქში წავიდა და მალე მოვა. დამამშვიდების საყიდოს წავიდა და სწორიც ქნა. ის ხომ წააგებს და მერე განცდას დაიწყებს. მეგობრებო, თქვენთვის საიფაკი მაქვს. თუ არ გაქვთ კოსტუმი ჰელოუინისთვის, ბინტი იყიდეთ და შემოიხვიეთ. მუმია გახდებით. სად არის ამდენი ხანი? იქნებ დანებება გადაწყვიტა? მოიცადე, მალე მოვა. აბა, როგორი ვარ? შესანიშნავი კოსტუმია. ამით წვეულებაზე წასვლა სისხლი არ არის. გადავწყვიტე ბინტები მეყიდა $1 და ასეთი მუმიის კოსტუმი გამომივიდა. მე მგონი ცუდი არაა. შენი კოსტუმი ნამდვილად არ არის ცუდი, მაგრამ ჩემი გაცილებით უკეთესია. ამელკა, შეაფასე ჩვენი კოსტუმები. ანუბისის კოსტუმი მომეწონა, ამიტომ მას უძენ 10-იანს. მოვიგე, შენ ტყუილად ეცადე და ჩემი კოსტუმი? მუმიის კოსტუმის მაგარია. 10 კულა. ფრე, უსამართლობაა. რატომ არის უსამართლობა? მე ამ კოსტუმზე ბევრი ვიშომე და შენის უბრალოდ იყიდე. დიახ, კარგად მოიფიქრა ბინტებით და 10 კულაც დაიმსახურა. კარგი, მოდით მეორე რაუნდი. ამელკას უბრალოდ შეეცოდე. კარგი. მოდი კიდევ ერთხელ მოვაწყოთ ჩელენჯი და გავიგოთ ამჯერად ვის შეხვდება $100. იმედი მაქვს რომ მე შემხვდება $100 და ამჯერად მთელ ფულს კოსტუმში დავხარჯავ. როგორი ჩელენჯი მოგვიმზადეთ? ეს გოგრის სწრაფად ჭამის ჩელენჯია? არა, თქვენი დავალება, რაც შეიძლება მეტი ნაყოფი გამოასაოთ 30 წამის განმავლობაში. დაიწყეთ. კარგი. ამას ნამდვილად მოვიგებ. არ უნდა წავაგო. უკვე შეიძლება? კი. მორჩი, დრო დასრულდა. როგორც ხედავ, აქ მე უფრო მეტი შევაგროვე. ახლა დავითვალოთ. როგორც ჩანს, გაიმარჯვა მილა. შესანიშნავია. $100 ჩემია.
და მე მხოლოდ $1 მაქვს. ამჯერად მინდა რომ საშიში აქსესუარები დაამზადოთ. მაგალითად ზომბის ხელი. ეგ ჩემთვის მარტივი იქნება. ჩემთვის არა. ჩემით როგორ დავამზადო ზომბის ხელი? დიახ, მეტი უნდა გეცადა. $100 რომ მოგეგო. ახლა ამდენი ფიფი აღარ მოგიწევდა. ჯანდაბა. კარტონიდან მომიწევს ხელის ამოჭრა და შეღებოა. სხვა გზა არ მაქვს. კი, მაგრამ უნდა სცადო. რამე გააკეთო, რადგან შენი მოწინააღმდეგე ნამდვილად ყველაზე ლამაზ ხელს იყიდის. ამელკა, არ შეგეძლო შედარებით მარტივი დავალება მოგეფიქრებინა? მე საინტერესო დავალებებს ვირჩევ. რას ფიქრობ? არ არის ცუდი, მაგრამ შეღებოა საჭირო. კი, ძალიან ლამაზია. და შენ უკვე იყიდე ხელი? მაჩვენე. ჯანდაბა. ეგ არის. მე თუ უკვე წავაგე. არ დანებდე. ფიქვისთვის დროს გაძლევ. ხო, შენ დაიტანჯე სანამ მე ვისვენებ. სასაცილოა. კარგი. ამით ნამდვილად ვერ მოვიგებ. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო. შეგეძლია საწყობში მოძებნო. იქნებ რაიმე გამოგადგეს. რავი, ხო? ეს არის ის, რას მჭირდება. ლა 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 ლა. რას იზამ? რას ვიზამ და? $1 ჯელეს ვიყიდი და ამ ფორმაში ჩავასხამ. კარგი იდეაა. წესით ნამდვილი ხელი უნდა დამოვიდეს. მაღაზიაში წავალ ჯელესთვის. კარგი სუნი აქვს. ალუბლის ჯელია. ახლა მხოლოდ ფორმაში უნდა ჩავასხა და მერე გაგრილებას დაველოდო. აი მზადა. მოიცადე, მხოლოდ $1 რანაირად გამოგივიდა ხელის გაკეთება, ჟელე და ცოტა ფანტაზია დამჭირდა. კარგი, ახლა ამელკამ შეგვიფასოს. გადავწყვიტე მოსიარულე ხელი 10 ქულით შემეფასებინა. მართლაც ძალიან მაგარია. ეჭვი არავის ეპარებოდა. იცით რა? ჟელეს ხელის მომეწონა, მისი ჭამას კი შეიძლება. ამასაც 10 ქულას უწერ. ამელკა, დარწმუნებული ხარ რომ ქულებს სიბრაულის გამო არ წერ? არა, მე მართლა მომწონს. თუ თქვენც მოგწონთ მეგობრებო, მაშინ დაალაიქეთ ეს ვიდეო. იცით რა? მეგონა რომ შენზე მეტ ქულას მივიღებდი. ნუ მაცინებ. ამელკა, კიდევ არის საიმე დავალება? რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ უნდა გავარკვიოთ ვინ იქნება თქვენგან ღარიბი და ვინ მდიდარი. პირველი ვინც ყინულიდან მონეტას ამოიღებს, ის გაიმარჯვებს. აი ეს არის ნამდვილი რთული ჩელენჯი. აბა დავისყოთ? კი. მიდი. წავალ, ცხელწყალში ვიზამ. ცოტაც არის. გაიმარჯვა ლეონამ. აი შენი $100 და ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ციგნის კოსტუმი. გაუნკლავდებით? ის კი გაუნკლავდება, მაგრამ მე ხილს ნუ ჩამოუშვებ. წადი და გაემზადე. მე საუკეთესო კოსტუმს ავარჩევ. ამელკა, როგორი უნდა იყოს ციგანი? კაშკაშა ფერის ტასაცმელი ასვია და ბევრ სამკაულს ატარებს. კარგი რა. ეგ ცუდია. $1 ერთ სამკაულსაც ვერ ვიყიდი. ყველაფერი რაც ფსყინავს, უფრო არ არის. ზუსტად, რაღაც ფსყინვალე უნდა იყოს. ამელკა, გენიოსი ხარ. მადლობა. მე ხომ არაფერი მithქვამს. ვიპოვე ამ ფოლგისგან ციგნის კოსტუმის შესანიშნავი სამკაულები გამოვა. მე ყველაფერი გამომივა. ამელკა, ხომ არ არის სამკაულებია? ლამაზია, კოსტუმის გაკეთება გადარჩა. რამე კაშკაშა ფერის კაბას ვიპოვი და არ იქნება პრობლემა. ყველაფერი მარტივია. მოიცა, რა სამკაულები გაქვს? საშინელებაა. ოხ, მე ხომ $100 არ მაქვს, კარგები ვიყიდო. კარგი. მალე დაამთავრე კოსტუმი. არ მინდა დიდი ხანი ლოდინე. ჩემი კოსტუმი მზადაა. დიდას პარიკიც აქვს. შენს თუ არ გექნება, მაშინ ის გაიმარჯვებს. სად ვიპოვო პარიკი $1? არავის აუცილებელი პარიკი იყოს. შეიძლება რაიმე პარიკის მსგავსი არჩიო. კარგი. რა შეიძლება გავდეს პარიკს, რასაც $1 ნახავ? მე ვერ ვიფიქრებ. ო, მოვიფიქრე. დავალება ციგნის კოსტუმის შექმნა იყო და არა საფრთხობელის. ეი, რაც შემეძლო ის ვქენი. საერთოდაც ვერ შევძელი $1 პარიკის შოვნა. ამელკა, შენ შეაფასებებს ველოდებით. ამჯერად ყველაფერი ასეც ასახად არ არის. გვითხარი ქულები. ლეონას 10 ქულას უწერ. და მილას 7. ასეც ვიცოდი. Yes, მე ვიგებ. გილოცავ ლეონა. სულელური პარიკი. ასეც ვიცოდი რომ არ გაამართლებდა. არა უშავს. შემდეგ ჯერზე მოვიგებ. მე უკვე შემდეგი ჩელენჯი მოვამზადე. მზად ხართ? დიახ, მე სულ მზად ვარ. ბაშლები? ამით რა უნდა ვქნათ? ჰელოუინისთვის საჭიროა დეკორაცია. ეგ მინდა რომ გააკეთოთ. ამ ვაშლებისგან? კი, ვინც უფრო ლამაზად ამოჭრის, ის გაიმარჯვებს. კარგი, მილა, დავიწყოთ. აჰა. საჭიროა როგორმე ლამაზად გაკეთდეს. დიახ. საერთოდ როგორ უნდა ამოჭრა? როგორ უნდა ქნა ეს? უი, ზედმეტად ღმად ვქენი. დავიწყოთ თავიდან. ხო, თავიდან. მე უკვე? რა ქენი?
თვალი ზედმეტად დიდია. ამელკა, ის უფრო ლამაზი გამოვა? როგორ ჩანს ჯერჯერობით ლეონას. გასაგებია მილა? აბა, ზადა? რა სიტყვი? ძალიან ვეცადე. ეცადე? ო, ჩემი მაინც უფრო ლამაზია. ხო, მე მაინც ლეონას ვაშლი უფრო მომწონს. ის უკეთესია. Yes, მომეც ჩემი $100. თქვენ ხომ აპირებთ ჰელოუინისთვის ტკბილეულის შეგროვებას? რა თქმა უნდა, ვაპირებთ. ასე რომ თქვენ ტკბილეულისთვის კალათა დაგჭირდებათ. საჭიროა დიდი კალათა. მე ბევრ ტკბილეულს მომცემენ. მაშინ მე მაღაზე კიდევ უფრო დიდი კალათა მჭირდება. მოიცადეთ გოგოებო, მე მას გარეგნობით შევაფასებ და არა ზომით. ახლავე შევუკვეთავ ჩემთვის ყველაზე ლამაზ კალათას და მე მომიწევს კალათის ჩემით გაკეთება. რისგან გააკეთებ? მხოლოდ $1 დაქვს. $1 გოგრას ვიყიდი და მისგან ლამაზ კალათას გავაკეთებ. სხვა გზა არა. და შენ ასიკიდი $100 ინტერნეტში ვათვალიერებ კალათებს. ჯერჯერობით ერთიც არ მომწონს. იქნებ სცადო რაღაცის შენით გაკეთება? $100 იმისთვის მოვიგონებ ყველაფერი ჩემით გავაკეთო? ნურას უკაცრავად. იცით რა? გონია ლამაზი კალათა მექნება. საინტერესოა როგორი ექნება მდიდარს? ჯერ საერთოდ ვერაფერი ვერ შევარჩიე. ჯობია მალე შევუკვეთო, თორემ მოტანას ვერ მოასწრებენ. მანთალი ხარ. ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი იქნება სახში დამზადებულ კალათაზე. ვა, რა მაგარი კალათა გაქვს. ამელკას იგი ნამდვილად მოეწონება. მაჩვენეთ თქვენი კალათები. მოკლედ, ლეონას 7 და მილას 10 ქულა. ასეც ვიცოდი, რომ ღარიბი გაიმარჯვებდა. მისი კალათა უფრო მომეწონა. ორიგინალურია. ლამაზია. იცი? შემიძლია დაგეხმარო ასეთივე საკეთებაში თუ გინდა. კარგი, მაგრამ ახლა ახალი ჩელენჯი გვაქვს. კარგი. მინდა რომ ხელთათვანები გაიკეთოთ. და რატომ? რომ გაგივრთულოთ დავალება. და რა უნდა გავაკეთოთ? თქვენ თვალდახუჭულება უნდა ამოიღოთ კანფეტები. აქ მარტო კანფეტები არ არის, რაღაც ქვებიცაა. აი ზუსტად, უნდა ამოიღოთ კანფეტები და დატოვოთ ქვები. გასაგებია? ეს მარტივია. 1 კანფეტი + 1 ქულა. და 1 ქვა - 1 ქულა. 30 წამი გაქვთ. გაიკეთეთ მასკები და დავიწყოთ. ესეც ასე. ვფიქრობ, ეს კანფეტია. ეს კანფეტია? სადა ჯამი? მე მორჩი, ყველა ამოვიღე. მეც. დაასრულეთ. ახლა დავითვალოთ შედეგები. 1 2 3 4 1 2 3 4 5 6 7 8 9 10. უფრო მეტი აქვს მილას. Yes, $100 ჩემია. როგორი კოსტუმი უნდა გავაკეთოთ ამჯერად? კარგი. მინდა რომ განგსტერის კოსტუმი გააკეთოთ. ბევრი ფილმი მაქვს ნახი და შესანიშნავ კოსტუმს ვიყიდი ჩემთვის. და შენ ასიზამ, ჭირდება კოსტუმი, პისტოლეტი და ოქრო. როგორ გავაკეთებ ამ ყველაფერს? შეგიძლია კოსტუმი ააწყო იმისგან, რაც სახლში გვაქვს. ეს ნახე, იქნებ გამოგვადგეს. ისე კარგია, მაგრამ გონი პატარა მექნება. იქნებ სხვა რამე მოძებნო. ისე, ჯერ ჯობს აქსესუარები გავაკეთო. როგორ მოგწონს? კოსტუმი სულ ახალია. აქსესუარები, ქუდი და პისტოლეტი სულ დავავიწყდა. მაგრამ ჩემთვის ეგ საერთოდ არ არის პრობლემა. ფული კიდევ დამრჩა. მე ფული არ მაქვს. საერთოდ არ ვიცი როგორ გავაკეთო ეს აქსესუარები. ზუსტად ეგ არის გამოწვევის მთელი არსი. ქუდს შევკერავდი, მაგრამ არ შემიძლია. იქნებ არის სამე, რაც ქუდს გავს, დაფიქრდი. ფურცელი შეიძლება. ესენი არ მიდის ერთმანეთთან. ნახოთ. ეს მიდის. ახლა პისტოლეტი გადამრჩა. ძალიან კარგი. აბა ხელები მაღლა. შენთვის პისტოლეტი იპოვე? კი, დიდი ვერაფერი, მაგრამ რაღაც მაინც არის. ჩემი კოსტუმი მზადაა. ძალიან მაგარი და ელეგანტურია. და ასევე ოქროს დავამატე დასასრულებლად. აი, გოგოებო, ეს შოკოლადია? კი, დინდად გასინჯვა? და შენ გაქვს ოქრო? კარგი რა. პისტოლეტის დრო იპოვე. და რა ოქრო? ანუ ჩემი კოსტუმი უკეთესია. მაგასაც ვნახავთ. კარგი. ოქროს გარეშე ქულა ნაკლები იქნება. ახლა რა სიტყვი? მე უკვე მაქვს ოქრო. ეს სამართლიანია? შენით უნდა მოზებნო კოსტუმისთვის ნივთები. შენით მოგვეცი ეს ტკბილეულობა. ამიტომ სამართლიანია. მაშინ მოდი შევადაროთ კოსტუმები. ორივეს დაგიწერთ 10 ქულას. სერიოზულად უწერ მას 10 ქულას? ეს ხომ კოსტუმის არ არის. ის ეცადა და ძალიან გამაღალისა. ძალიან სახალისო კოსტუმია. ვიცოდი რომ ამ ნოტა დააფასებდა.
უბრალოდ გაგიმართლა. მე ნულს დაგიწერდი. შენ ჩემგან ოქრო მოიპარე. საკმარისია შურიანობა. მოდით კიდევ ერთი გამოწვევა მოვაწყოთ. კარგი, მოემზადეთ. შევჭამ, თამბე ძალიან მშია უკვე. სწორად გამოიცანი. მოიცა. იმედია რაიმე ცუდი არ არის. არა, ძალიან სასარგებლო საჭმელია. ბროკოლი, სერიოზულად? ეს ხომ თითქმის არავის უყვარს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა. კარგი. და ეს ყველა უნდა ვჭამოთ, ვინც ბოლომდე შეჭამს, ის გაიმარჯვებს. მზად ხარ გოგუებო? მოდი დავიწყოთ. დაიწყეთ. კარგად დაღეჭეთ. ვინც დაიხჭობა, წააგებს. ძლიანად უნდა შეჭამოთ. ხო, ეს ნორმალურია. მართლა? ხო. როცა სხვაზე ხელს იჭერ, გემოს ვერ გზნობ. ვინ დაღეჭავს უფრო მალე? მორჩი? კი, მორჩი. ანუ მილამ გაიმარჯვა. გილოცავ, $100 მოიგე. მე ისევ $100 მაქვს. მადარია. და რა არის კოსტუმის თემა? გააქვს ნანახი საშინელებათა ფილმი ბოროტ თოჯინებზე? კი, ანაბელის სკალა ნანახი მაქვს. ყველა ნაწილი. ძალიან საშიში ფილმია. მე რაც შემეხება, მე ჩაკის სკალა მაქვს ნანახი. შესანიშნავია. მინდა საშიში თოჯინა გააკეთოთ ჰელოუინისთვის. მარტივია, ჩემი ფულით ყველაზე საშიში თოჯინას ვიყიდი. ძალიან გამიმართლა. ჯანდაბა. და მე $1 ჩოღლებისას კი ვერ ვიყიდი. შეგიძლია ნაჭრებისგან შეკერო თოჯინა. უდუს თოჯინა გამოვა. ეგეც საშიშია. რა სიტყვი? კი, კარგი იდეაა. თუმცა მინიშნება არ უნდა მიმეცა. მაინც მოგიგებ. შეზგალიშიც მოვიფიქრებდი. მოიცა. შეწყვიტეთ კამათი. ჯობს საქმეს შეუდგეთ. ისეთი მარტივი არაა, როგორ ისჩანდა. ამელკა, გააქვს რამე ძვერი თოჯინა? არა. თუ ტილოებისგან თოჯინას გავაკეთებ, აუცილებლად წავაგებ. რამე უნდა მოვიფიქრო. იქნებ ჩალისგან გააკეთო თოჯინა? როგორი საშიში ბავშვი გყავს? ეგ არის, ნამდვილად წავაგე. ჯანდაბა. შენ ხომ თოჯინას კი არ გაგიკეთებია? შეგიძლია არც კი გააკეთო. ჩემი მაინც უკეთესი იქნება. რამდენიმე ქულა მაინც უნდა ავიღო. ნებისმიერი თოჯინა შემიძლია გავაკეთო. როგორი იქნება სოცხალი თოჯინა რომ გავაკეთო? სოცხალი თოჯინა? ნუ მაცინებ. წავალ დავიშვენებ შენსთან ამიტანჯები. ამელკა, შეგიძლია დამეხმარო? ხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს უფასოა. ჩემი თოჯინა იქნები? მე? თოჯინა? კი, სოცხალი თოჯინა. რა იქნება უკეთესი? კარგი, თანახმავარ. კარგი, საუკეთესო თოჯინა. ვუყურებ და შენ თოჯინა მაინც ვერ გააკეთე. გავაკეთე. შეხედე. არა, ეგ უსამართლობაა. ამელკა უფასოდ დამეხმარა. ანუ სამართლიანია. არა, ამელკა? ღარიბს უწერ 10 ქულას, დიდარს კი 900-ს. გილოცავ, გაიმარჯვე. კარგი, კონკურსი დასრულდა. ახლა კი მოდით ლეონას და მილას ქულები დავთვალოთ. ანუ მოვიგე? და რას მიიღებს გამარჯვებული? ეგ მაყურებელზეა დამოკიდებული. 10,000 მოწონება შოკოლადის ფილა იქნება. 50,000 მოწონება $100. 100,000 მოწონება იქნება $1,000. მილიონი მოწონება სულიად ახალი iPhone-ი. მეგობრებო, თოთ მოიჭოდეთ ეს ვიდეო. ჩვენს საუკეთესო პრიზი გჭირდება.